დღეს პრაიმ ჰაუსში ნახავთ. როგორ გადმოითარგმნება? რა გოგო სალომე? აღარ გაბე. აღარ დაგინახო ეს. ბაზარი არა. გავჭედავ ხა. პირდაპირ მითხრეს. შეუძლია არ შეუძლია. შენ შეხვედრეო თეოდაოთო. მე მოვყევი შუაში. აი დახსნას რომ მე არაფერ შუაში არ. შემთხვევითი იყო, ძალითი იყო, სპეციალურად იყო, ხალხმაც სწორად გაიგო. ხარდაჭერა ვერ მევარ. თეო მაგალითად ხვალების უმეტ არაფერს არ აკეთებს. მაგარი იყო. ეგ არ მუშაობს რეიტინგისიანა. ქალი ვისგანაც შვილი ყავს. მე ბავშვის სახელიც არ ვიცი. გასული მონაწილეების პირველი შეხვედრა მოხდება. ვადვარ. დილამშვიდობისა საქართველო, რადგან მე მიყურებთ, ესე იგი პრაიმ ჰაუსში ვარ და რადგან მე აქ ვარ, ესე იგი მე 4-ეულში ვარ, იმიტომ რომ ამ კვირაში აუთსაიდერი არ ვარ. გაცენდა მორიგი დილა პრაიმ ჰაუსში, ნუ ჩემთვის დილა, მონაწილეებისთვის ალბათ არ იქნება დილა, დღეი, უფრო დღის რაღაცა სხვა მონაკვეთში დგებიან ხოლმე, სადაც პირველისკენ დგებიან ხოლმე. მაგრამ გოგოებში არ იმჩნევა დაძაბულობა, თუ იმჩნევა ვერ გავიგე, იმიტომ რომ აუთსაიდერები არიან და აქტიურობას ვერ ხედავ გოგოებში, რომ გამოვიდნენ დილით, ჩამოვიდნენ რაღაცა ცეკვები, ვარჯიშები, რაღაცები გააკეთონ. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ გარეთ, მიავიღებ ჩემ დილის საუზმეს და საუზმესთან ერთად ვისაუბროთ სახლში განვითარებულ მოვლენებზე, რა მოხდა გუშინ ყავდა ჩვენ სტუმრად. ნუ კი, ავიღოთ უგემრიელის აქტივია ჩვენი სპონსორისგან, რომელიც მართლა, იმიტომ კი არა სპონსორია, არამედ ყოველთვის ამას ვღებულობ ხაჭოსთან ერთად. ეხლა გადავიდნახოთ გარეთ და გავაგზავნოთ საუბარი ჰაერზე. მე რა რომ მზე არ არის, მაგრამ მზე პრაიმ ჰაუსის აქ ვარ, რომელიც ვაღებ კარს და ვეუნები დილამშვიდობისა საქართველო, მე აქ ვარ პრაიმ ჰაუსში. დილამშვიდობისა. ჩემო ლამაზებო და ჩემო თბილებო, მე ისო პრაიმ ჰაუსში ვარ ჯერჯერობით, მაგრამ ის ფაქტი რომ ახსენდება რომ აუთსაიდერი ვარ, შეიძლება ერთ დღეს გავიგოთ და აქ არ ვიყო და ძალიან მინერვიულება, თუ რატომღაც გემარიალთა ღამეები ვერ მძინავს, რაც აუთსაიდერის კამზე აღმოჩნდი. ნუ ჩემგან განსხვავებით კიდე ორი აუთსაიდერი ყავს, მაგრამ რატომღაც ისინი არ დგებიან და თითქოს და არ ანაღლებთ ეს ფაქტი. ძინავთ და არიან შვიდად, ლაღად. ხვალ არის ლაივი, ვფიქრობ რომ გავარდება სალომე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ გავარდება, მაგრამ სალომე თითქოს ცოტათი კიდევ აქტიურია, ვიდრე თეო. თეო წიწევს, სალომეს წიწევს, მაგრამ ანუ თითქმის თეო მაგალითად ხვალების უმეტს არაფერს არ აკეთებს. ხან ერთ მხარზე გადაგორდება, ხან მეორე მხარზე გადაგორდება და ესე. წამოიცი რა გავაკეთოთ მე და შენ. გარეთ მაყურებელს უთხრათ რა. ანუ კი არ გაუშვანო პროექტიდანო. ანუ ის უნდა პროექტში უთხრათ. ხა? შუქა. ვთვლი გუშინ იყო ძალიან მაგარი დღე, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი იყო ნუკი კოშკელიშვილი, რომელმაც აი ესე გადაწყვიტა, გაგვიტაცა სახლიდან თავის ავტომობილში ჩავწხედით ყველანი, ჯერ როგორ ჩავიტეთ არ ვიცი, მაგრამ ისე გვინდოდა გარეთ გასვლა და ისე გვინდოდა ძვირფასი ადამიანების ნახვა, იმიტომ ნუკიმ გააკეთა როგორი საჩუქარი. ყველაზე ძვირფას ადამიანებთან ერთად დაგვარეკინა და ის ადამიანები გვანახა. ზოგს ოჯახის წევრი, ზოგს საყვარელი ადამიანი, ზოგს მეგობარი და ეს იყო ძალიან მაგარი რაღაც, ძალიან მაგარი ერთი დღე, რომელშიც ყველა ვიყავით ბედნიერები. დავბრუნდით სახლში და ჩვენი გეგმები იყო გუშინ ის რომ და გაგვეკეთებინა ყველას ერთად როლები. როლების კეთების დროს აღმოჩნდა ის რომ ისევ ბიჭებმა დავიწყე ჭურჭლის რეცხვა. არ ვიცი გიორგის რა ჭირს, გაბრაზებული აშკარად. სახლში ვერ ვასწავლე ადამიანებს სისუფთავე, მოწესრიგებულობა და ლამაზი სტუმარი რომ მოვა, სტუმარს პირველ რიგში სტუმარი რომ მოდის, სტუმარს უნდა დაახვიდროს სუფთად მოწესრიგებული სახლი. არავინ არ ალაგებს.
მარტო გიო ალაგებს, ჭურჭელს გიო რეცხავს, მაგის ადგილას რომ ყოფილიყავი მეც გავუერთდავდი. მოკლედ სახში ცხოვრება გრძელდება, თვითონ საინტერესოდ გრძელდება მაინც. და საინტერესო იქნება ის, რომ დღეს იქნება ჩემი გადაცემა, რომელშიც უთესტუმარი ვიქნები მე და წამყვანი იქნება პატრიკი და ამით ჩემი გადაცემა ამ ფორმატით სრულდება. შემდგომ ვცვლი უკვე ფორმატს, მეყოლება საინტერესო სტუმრები, მაგრამ ვინ იქნება ეს სტუმრები და ან მალე გაიგებთ. აუცილებლად უყურეთ ჩემ გადაცემას, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაზე გაიგებთ ბევრ დეტალებს, ისეც რომელიც თქვენ არ იცოდით და ნამდვილად რა არის ბულინგი და რა არის ცხოვრების მსხვერპლი ადამიანი, ამას აუცილებლად მოისმენთ ჩემგან, როგორც არა იმ კუთხით, რომ თავი შევაწოდო ვინმეს. უბრალოდ იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგონ სიტყვა ბულინგის მნიშვნელობა სწორი ფორმით. უახლოვდებით ფინალს, რჩებით 4-ნი, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში დაწყებულია ძალიან ისეთ მაგარ ფაზაში. ტელეფონები? არ არსებობს ტელეფონები, რამდენი ხანი არ მინახავს. ბავშვებო! სალომე, თეონა, პატრიკ, ტელეფონები მოვიდა. ალო, ეხლა მოვიტანეს ტელეფონები და ცოტა მოწყენილი ვარ, აუთსაიდერი რო ვარ ეხლა, მაგრამ არა უშავს. ხალხისგან ისეთი პოზიტივი მოდის და ისეთი მაგარი SMS-ები მოდის. სულ იმას იძახიან, რომ აი რა კარგია ეს გოგო, არასდროს არ ძინავს, ყოველთვის ფეხზეა, სულ რაღაცას აკეთებს, როგორი აქტიურია. ნუ ასე თუ ისე, ესე იგი მოწონთ, რახან ამას ამბობენ. ისე ჰაერში არავინ არაფერს არ დაწერს. გოგოებზეც მაგრად გადაობენ, რომ სულ წვანანო და სულ ძინავთო და როცა ჭამის და ძილის მეც არაფერს არ აკეთებს ადამიანი, წავიდეს და იმიტომ რომ სახში უნდა გააკეთოს ესეთი რაღაცები. აუცილებლად უნდა ატკის დილით, იმიტომ რომ ჩვენ ვართ რეალიტ შოუში, ამ ხელა აუდიტორიის წინ, ხო, ამ ხელა აუდიტორიის წინ ვართ გამოსულები და ნუ არის რაღაცეები საზღვარი, ჩვენი გოგოშკები რეკორდს ხსნიან ძილში. ხო, და ხმების მე ხმებზე რეკორდს მოხსნიან. თან გავარკვევ ხა გიოზე, რატოა გაბრაზებული ჩემზე. გიოზე ხმოდი, ჩემზე არ არის, ნუ არ ვიცი რაღაც მეც. პატაკ არის გაბრაზებული. შინდელდა რა, როჯუჯა კარავიც ხმარეთ თუ შინდელდა. ხო, ეს ადამიანი გაბრაზებული რო არის, მე არ ვსიემონოს კაცო. და ნაწყენიც უნდა იყოს რა, 24 საათი ეს კაცი ვერ გარეცხავს ჭურჭელს რა. მარავის არ ეხალისება აქ ჭურჭელს გარეცხვა, მაგრამ მე ვაწყენინე რაღაცა არა. არა. ხო და რო გავჭედავ ეხა. სულ ყველასთან. ვეიტყვი, ავაი, დავაი ეხა დადგა, დახეხეთ. არ გაჭედო არაფერზე კაცო, რა და ასაჭედო არ გაჭედო. ნორმალური ის. ხო, კაი, არ გავჭედო. არ გაჭედო. ანუ ჩემი ისა. არ ვშავთ. არ ვსვავთ, არ ვჭედავთ. არ ყვებით ნერვებს. არ ყვებით ნერვებს. არ სვავ. ხო, ვსევ, ანუ შენ თუ არ გალევ. ხო. მე მორჩა, შენ თვითონაც გადაგამოწმე. ავდი ვარ გოგოებთან გავაღვიძო, ვუთხრა რომ მოდი ადექით გოგოებო, მივხედოთ სახლს, დავალაგოთ, გავასუფთავოთ, გავწმინდოთ, რაღაც გავაკეთოთ. გიო ჩხუბობს? რო ჩვენ არ ვაკეთებთ თან და არ ჭურჭელს არ ვეცხავ და რაღაცებს და ჩვენ ვაკეთებ ჭურჭელს და რაღაცებს კი არა. გუში შემიძლია არ გავაყოჭა. არ ვიყადებ ეგეთ რაღაცას, რომ რას ნიშნავს სალომე? ანუ სალომე წავადგა. ნახლა რომ რა მიმართვა, ეს ჩემი ესეთი საუბარია. რა გოგო შეგაგინე და გითხრა რომ ჩემი საუბარია, თქო რას მეუბნებ? შემაგინე. ანუ შენ შემაგინებ, ეგ შენი იქნება, შენი მანერა. ძალიან ჩვეულებრივი სიტყვაა ჩემთვის ეს. სად არის შენი ზრდილობა, სად არის პატივისცემა რა სალომე? და მე ხალხის შეეული გახდები, მე დადგები და იტყვი რომ აი მე ხალხის შეეული გავხდი, სალომე და მე მაგარი გოგო ვარ. ნუ ეს არის ჩემი ესეთი ჟარგონი საუბრის. რა გოგო სალომე? აღარ გაბედო მეორედ მაგის თქმა. კაი. აღარ გაბედო. კარგი, ხო თქვენ ხა ადექით
თქვენ არა ადექით ეხა არა მე არა აღარ დაგინახო ეგეთი ბაზარი არა. მეგარე უზრდელობა რო იცო ჩემი უზრდელობაა. ხო და უზრდელობა ხო და ჩემი უზრდელობაა და შენი ხო და არ დამიმსახურებია მე ეგეთი სიტყვები სალმე ესეთი საუბარი მაქვს და მე ხა ვიღაც შენ რო წახვიდე მე რა უნდა ვთქვა რომ არის მე არ ვარ უზრდელი ადამიანი ხო და ეგ შენ მოიტყვი და ეხა ადექით და მოაწესრიგეთ სახლი რაღაცები დაალაგეთ რაღაც ხო შენ დაიწყე სიზავს როგორ შენ თქვი უზრდელი გოგო ეს რატომღაც ჩვენი მონაწილეები ჩემი საუბრის მანერის გამო მიწოდებენ უზრდელს დილა იწყება საშინლად თვალი გავახინა და ანი შემოვარდა ოთახში თვით კიდევ დაამტკიცა როგორი უზრდელი გოგოა და ამას ყოველთვის ვეტყვი იმიტომ რომ ყოველ დღე უფრო და უფრო ამტკიცებს აი ამას თეონაში ორი გადაარჩენს ხალხის შერჩეული გავხდები მე სალომე და ხალხის რჩეული რო გახდება აი ესე გამოვა და იტყვის მე ხალხის რჩეული გავხდი სალომე და მე მაგარი გოგო ვარ ძალიან მაგარი გოგო ვარ და ანუ კიდე აქეთ რო გადმოდის შეტევაზე იმის მაგიურად რომ იცის რა გააკეთა და შეუძლია ახსნა განმარტება დაიწყოს არა იქნება სახლი დავალაგოთ აი იქნება დაგველაგებინა გოგოებო აბა ადექით ფეხზე მაგარია რა სალომე ეს ჩემი ლექსიკონია მე სხვანაირად ვერ ვლაპარაკობ ყველა ადამიანს აქვს თავისი საუბრის მანერა და ეს არის ერთ-ერთი ჩემი საუბრის მანერა რა ვიცი მე არ მესმის ეგეთი ტერმინები ჩემთვის ეგ არის უზრდელობა ჩემთვის შეურაცხყოფაა ეგ და არ ვიცი შელამაზებული სიტყვა და რა ვიცი პირდაპირ მითხრას შეუძლია არ შეუძლია არ შევეგუები არ მივიღებ ბასტა ხო მაგრა დაიწყო დღეცა გამარჯობა, მე ვარ ნინო სიგუა, ზაოპლიუსის წარმომადგენელი. დღეს პრაიმ ჰაუსში მოვედი ძალიან კარგი ამბით. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია. მე ხელი დასრული მაქვს, დასვაჭმევ. არა უშავს. ესე გავიგე რომ რაღაცა სიურპრიზით მოხვედით ლიზით. ნამდვილად. ზაოპლიუსმა გადაწყვიტა იზრუნოს ცუგალიზის საცხოვრებელ პირობებსა და კვებაზე. ამ მიზნით დღეს მას მოუტანეთ საცხოვრებელი ქოხი და საკვები. ეს გახლავთ ჰოლანდიური ბრენდის კენელს ფავორიტის სუპერ პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რომელიც დამზადებულია ადამიანის საკვებად ვარგისი ინგრედიენტებისაგან. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას, რაც აუცილებლად აისახება ცუგალიზის ჯანმრთელობასა და ზრდის პროცესზე. ლიზი, სახლი მოგიტანეს, ლიზი! ესეთი ულამაზესი სახლი მოუტანეთ ლიზის და იმედი გვაქვს, რომ კომფორტულად და კარგად იგრძნობს თავს. ჩვენ კომპანიას უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ ნამდვილად არ ველოდით სახლი, ჭურჭელი, საკვები, ყველაფერი ერთად. მე და ლიზი გიხდით ძალიან დიდი მადლობა სამსაჩუქრისათვის და ლიზი შედი აბა სახლს, მოიცა აბა შეუშვათ. აბა ლიზი თუ მოგიწვევ, შედი აბა. ლიზი, აბა მოდი ვცადოთ. მიდი აბა შედი. აბა. მე ნელ-ნელა მიეჩვევა რა სავარია უკვე ლიზის სახლის აქვს, საკვებიც აქვს, ის საჭირო საკვები, ჭურჭელი. თვითონაც ძალიან უხარია ვფიქრობ კმაყოფილია ლიზიც. ლიზი ძალიან ჭურჭლით ისეთი კმაყოფილია, აი შეხედე. აი ხა, ესე მგონია ამის ენა რო გვესმოდეს, დარწმუნებული ვარ ამასაც ძალიან უხარია. და იტყოდა. მოდი ლიზი, აგერ დარბის აქეთ იგეთ. შუგა. ლიზი მოდი. ეს წყალი. აჰა ლიზი. საკვები მოეწონა ფაქტია. საკვები მოეწონა, მეც ესე ვფიქრობ, დაგემშვიდობებით, წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და თქვენ კომპანიას იმისათვის, რომ ესეთი საჩუქარი გაუკეთეთ ლიზის თავიდან ბოლომდე. საკვებით, სახლი, ჭურჭლით, ყველაფერს ძალიან დიდი მადლობა. კარგად გრძანდება და წარმატებები. უღრმესი მადლობა. ნახვამდის. შევიდა, შეხედე, შევიდა. სახლში შევიდა თავისი ფეხით. ზოოპლიუსიდან მოულოდნელად მოვიდნენ სასწაულის საჩუქრით, ლიზისთვის მოიტანეს სახლი, ჭურჭელი, ძალიან დიდი შეკვრა, საკვები
და მე მგონი ლიზიძე მეტად მე ვარ ბედნიერი და მე მიხარებ მგონია რომ პროექტი მოვიგე და ეს არის ჩემი გამარჯვებული სახლი ლიზი კი ნამგად ამ საჭმოს წავიღებ შევინახავ და მე მგონი რომ მართლა ლიზიძე მეტად ძალიან ბედნიერი მე ვარ და კიდევ ერთხელ ზოოპლიუს ძალიან დიდი მადლობა ესეთი საჩუქრისათვის მე და ლიზი დღეს ძალიან გაგვახარეთ ხო ლიზი იქ არის საკვები ნუ დაძდებ ახლა ამას დაბრძანდით ეხლა უნდა მოწესრიგდე ლიზი და მირჩიე რა ჩავიცვა თუ არ მოგწონს დაიყეფე თუ მოგწონს გაჩუმდი მე ვაპირებ ამის ჩაცმას მოგწონს ჰა მოგწონს რადგან არ ყევს მოგწონს ესე იგი დღეს ჩვენ მიწვეულები ვართ ღამის პრაიმში თემა არის პრაიმ ჰაუსი და ვიქნებით ჩვენ და ყოფილი მონაწილეები იქნებიან საინტერესო თემა გველოდება მე მგონი ცოტა დაძაბული მხიარული და ცოტათი ცრემლიანი რადგან გავიხსენეთ ბევრ ამბავს მოკლედ წავედით მოგონებთ მოვედით რუსთავიოში სალომე წავიდა გარდეროში და იცვლის უნდა ავარჩიე ტანსაცმელი დღევანდელი გადაცემისთვის და ვფიქრობ რაღაც ხრივ უკვე შევარჩიე. არა, სიურპრიზად დავდო. იმსადები ერთი სული მაქვს შესასვლელად. და მე მგონი ძალიან ლამაზიც გამოდივარ. განწყობას ვიფიქრე მაკიაჟის გაკეთებით, ვიცი რომ ლამაზეს გამხდის. ჩვენი ილია და სიმძიმეში მოვა რომ გითხრა მამიკო ნახე მამა იქ ნახე მე ესა უთხარი მა გამარჯობა არა დღევანდელი დღე ჩაივი ძალიან მაგრად იმიტომ რომ ღამის პრაიმში ვართ რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან მაგარ გადაცემაში მოვედით ძალიან მაგარ წამყვანებთან მოვედით მაგრამ მე მგონია რომ მაინც მეც რაღაცა წვრილს შევიტან რომ უფრო უკეთესი გამოვიდეს ეს გადაცემა იმის მიუხედავად რომ ამ კვირაშიც კი აუთსაიდერი ვარ მაინც ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ მეტყობა კიდეც ჩაცმულობაზე შენ მოყვება ეს დაცვა როგორ მოყავს ქალი მაზანა კაია რაღაცეებს კი მოგცემ ქალი მაზანა როგორ ხო ცოტა ისე უნდა მაგრამ მაზანა რო იყო რა აქ ერთ ადამიანთან არ უნდა იყოს და სადა ლიზი მოდი ჩემო პაიტარა როგორ ახარ კიო ესე უნდა გითხრა ისო შენ ზუგა შენი სახელობის ზუგა სახლი მოუტანეს კუჭელი მოუტანეს და ლიზი ჩვენ პროექტში რჩება შემა შენ გავყვეთე მაგრამ მეორე ლიზი შენი მაინც პროექტში არის ფემინალი ჩემი შვილი ძალიან ეს არის ჩემი ყველაფერი და აქ ეს ხარეს კიდე ჩემი დედიკო ეს არის ჩემი ყველაფერია ერთ ხელზე დედამ ყავს მეორე ხელზე ნატალი ყავს ძალიან მიყვარს ორივე აი ვინახე და შეხვედრა ვაი როგორ ახარ კარგად სალამი პრაიმ ჰაუსი რუსთავიორის რეალიტი შოუ რომელზეც დღეს ყველა ლაპარაკობს. მას უყურებენ ყველგან, ვინ ვისთან იწვა წინა დღეს ჯაკულში, ვინ ვისთან ჰქონდა კონფლიქტი, ეს ყველა მზეპირად იცის. ადამიანი, რომელსაც უღირს რაღაცის მისაღებად ადამიანური სახის დაკარგვა და არსებობს ადამიანი, რომელსაც ურჩევნია რომ ადამიანური სახე შეინარჩუნოს და ხო ის რაღაცა მატერიალური რაღაცა დათმოს რაღაცა ჩვენ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ყველას ვერ დავაკმაყოფილებთ. აუცილებლად იქნება გულშემატკივარი, რომელიც მხარს დაუჭერს ერთს და იტყვის რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს სწორი.
ნახეთ, 50000. ძალიან კარგია რომ გრძელდება ყველაზე რეიტინგული რეალიტი. მადლობა დაი დასრულდა გადაცემა, ვთვლი რომ ძალიან წარმატებულად დასრულდა, საინტერესო იყო. ორი ნერვიულად არაფერი. ძალიან კარგი. ყველაფერი რიგზეა ესე იგი. მე პირობას გადავიღო ყველაფერი კარგად იქნება და ნერვების დაწმარება. სკანდალები არ ყოფილა, ძალიან მშვიდად სწორად ვისაუბრეთ. ასევე ნახეთ ჩვენი ძველი მონაწილეები, მათი გულშემატკივრები და მოხუც ყველა კაი ხასიათი. ყველა ბედნიერები ვართ, ყველა ლაღები ვართ, ყველა შვიდები ვართ და მივიდეთ პრაიმ ჰაუს. ძალიან გვიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან გახარებული ვარ. ყველანი ძალიან ჩაბადილები, ჩასკრაბილები, დაბადილები, გამოსკრაბილები ვარ და აბაჰე და აბაჰო მოდიშენ გალახა. დაუბრუნდით ღამის პრაიმის გადაღებიდან, გონია რომ წარმატებით ჩაიარა გადაღებამ და აუცილებლად უნდა უყუროთ გადაცემას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გელით. მე რატო ვიჩხრება ყოველთვის სხვის იმეებში ვერ ვხვდები. რაში გაიჩხია? ზარაში გავიჩხრე, რას მობრალება ვერ ხედავ. რა? შენ შეახვედრეო, თეოდაოთო. და შენ გადაუღე ჩუმადო ფოტო. ვაი მე რა ლამაზი სახლი გაქვს, ლიზი. და წირო ძვალი აქვს გაკეთებული სახლის შესასვლელში. და სასწაული საჭმელი მოუტანეს. სასწაული. მოდი ლიზი. სემენ რა. ანი! ხო, რა საკეთე? ფეხები გავუშალე. ამოიღე და. ძალიან არ მომწონხარ ახლა ვერ გავიგე. მესამე დღე მოწყენილი ხარ. არა, მოწყენილი. კარგი ხსედაა. ამ შაბათს ამ სამი მონაწილედან ანი, თეო, სალომე ვინ დატოვებს პროექტს? ენერგიები, პენტაგრამა. დარჩება თუ არა? არა. შენ ხარ ეს? არა. პირველია თეონა. მეორე იყო სალომე. ესე არც ერთი არ რჩება მაშინ. მაგასაც შენი კარტია ეს. სამივეზე იძახი არა შენ დარჩენა. სალომეზე იძახი ვიღაცა დატოვებს. თქვენ ორზე გამოვიდა არა? მოკლედ დღეს მივდივარ სადღაც, სად მივდივარ მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ სიურპრიზია. ეხლა უნდა ჩავიცვა. სპორტულად არ ჩავიცვავ, იმიტომ რომ სიურპრიზი თუა, ესე იგი გამობრენჭული უნდა ვიყო. ცოტა თავისუფლად ჩავიცვალ, ცოტა ლამაზად და საბოლოოდ რაღაცა გამომარა. სად მივდივარ, ეგ ძალიან მეინტერესებს. სიზმრად ვნახე თეთრი მტრედი, თეთრი ფარფა დაო, ხელები, პატარა ხელები, მოვალდა მოგეფერები. ჩემო მეგობრებო, ძალიან მალე, რამოდენიმე წუთში დაიწყება ჩემი გადაცემა, რომლის სტუმარი ვიქნები მე და დღეს წამყვანი იქნება პატრიკი, რადგან ყველა მონაწილე იყო ჩემ გადაცემაში და გადაცემის ბოლოს როგორც ხდება ხოლმე, წამყვანი ჯდება უკვე როგორც რესპონდენტი. დღეს ვიქნები მე, იმედის ვიტოვებ, რომ საინტერესო გადაცემა გამოვა. იმედს ვიტოვებ, რომ გაიგებთ ბევრ რაღაცას საინტერესო ჩემ ცხოვრებაზე, ვისაუბრებ პროექტის გარშემო. მოკლედ დაგველოდეთ და რაც თავარია პატრიკისთვის ეს არის დებიუტი როგორც წამყვანი. ნახოთ როგორ გაართმევს თავს, ესეც საინტერესოა. მეგობრებო, ეს არის გიორგი ნაზღაიძის საავტორო გადაცემა ღამის პრაიმ ჰაუსი. მე ვიქნები დღეს ამ გადაცემის წამყვანი და თვითონ გიორგი იქნება სტუმარი და როგორია შენივე გადაცემაში სტუმრის სკამზე რთულია, ძალიან რთულია. ცოტა ხნის წინ გახდი 37 წლის. ვიცით რომ 90-იანების ბავშვი ხარ. მაინტერესებს აი როგორი იყო ეს პერიოდი. ჩემი მშობლები 24-ის 7-ზე მუშაობდნენ, რომ ჩვენ წამოდგარიყავით ფეხზე, გვეცხოვრა და
ჩამოყალიბებული ზასრული შვილებია, თან ბიჭები ვარ და ძალიან რთულია ბიჭის კონტროლი. ამბავს არ მოგვიყვები, რაც ყველაზე რთულად გახსოვს. ამოვარჩიე ერთი ყველაზე მეტად, აი პირველი რაც გახსენდება. ყველაზე მეტად რამაც იმოქმედა. მახსენდება. დედაჩემი საწოლად იყო იმ პერიოდში ჯავარნილი და ჩვენ აქტიურად მე, ჩემი ძმები, მამაჩემი ვრეცხავდით, ვალაგებდით, ვაკეთებდით. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ ოჯახმა ერთად კბილებით გავიტანეთ ერთმანეთი, რომ ყველანი კარგად ყოფილიყავით და ფეხზე დამდგარიყავით. ყველაზე მძიმე სკოლის პერიოდის ამბობი ადრე მაქვს ინტერვიუში ნათქვამი, როდესაც ფინანსები არ ქონდა და მოხდა ისე, რომ სკოლაში მოითხოვეს, ყველას უნდა მოეტანა 12 ფურცლიანი რვეული, მწვანე ყდით, მაშინ მწვანე ყდა ქონდა ამ რვეულებს. და ნუ მოკლედ ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენ არ ქონდა ფული. 30 კაპიკი ღირდა თუ რაღაცა 30 თეთრი. არ ქონდა ეგ ფული და გავაკეთეთ სახში ესე, რომ სხვადასხვა ფურცლები ავიღეთ. გავუკეთეთ სხვა რვეულის ყდა და ნემსი და ძაფით ავკინძეთ და წავედი ესე სკოლაში. აი, როდესაც ამოვიღე ეს რვეული, ისეთი დაცინვა იყო ერთხმად, აი რაღაცა ერთ ჟღერადობაში ჩემი მიმართულებით, ეგ იყო ალბათ საჯაროდ, როდესაც პირველად ვიტირე ხალხში. სკოლა გავიგეთ, ესე იგი, ესეთი ამბებია. სტუდენტობაში რა ხდებოდა, როგორ წავიდა შენი სტუდენტური ცხოვრება? რა პროფესია აირჩიე? პროფესიით იურისტი და ეკონომისტი. სტუდენტობის პერიოდში როგორ გამოიმუშავებდი ფულს? ისეთი ქსეროქსის ფურცლები იყო, შეკვრა ღირდა ლარი. არა, ლარი მე მრჩებოდა უბრალოდ ღირდა რაღაცა 6 ლარი თუ რაღაცა არ მახსოვს. და პლეხანოვის მეტროსთან ჩამოვდიოდი, მე უნდა გადასულყავი ფეხით ფოსტამდე, ძველი ფოსტა ვორონცოვზე სადაცაა და იქ იყიდებოდა დღემდე არის. იქ ყიდულობდი, მე ეს მეტროს მიმქონდა, მე მიმქონდა ვაბარებდი და მრჩებოდა 1 ლარი იქიდან. ჩემ ცხოვრებაში იყო არაერთხელ თქვი, დაავადება, რომელსაც ვებრძოდი 10 წლის განმავლობაში. ეს იყო ნერვული გულყრები, ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმა, შეძენილი. ერთადერთი ჩემ გვერდში ვინც იდგნენ იყო ჩემი ოჯახი, ჩემი ძმები. რა თქმა უნდა. მიმტანობის პერიოდში. მაგიდა რომელსაც ვემსახურებოდი, მაგიდის სტუმარმა შეურაცხყოფა მომაყენა და ვერ გავეცი პასუხი და წავიქეცი მე გამოსაცვლელში. ერთმა ჩვენმა მეგობარი მეგონა მაშინ გადამაბიჯა გამოსაცვლელში, შევიდა ტუალეტში, გამოვიდა, გადმომაბიჯა და გავიდა. დირექტორს უთხრეს, რომ გიორგიო ეს ემართებაო და არ შეგვარცხინოსო, სადმე სამსახურიდან გაუშვდო. დირექტორმა გაუშვა ყველა და დამტოვა მე. რამდენი წლის იყავი ეგ როცა დაამარცხე? 18-19 წლის. მე ამაში პრობლემას ვერ ხედავ, ხა ადამიანია და თავისი ჯანმრთელობა აქვს. ამიტომ ჩემთვის ოჯახი არის. მიდი ადამიანები გვერდით აღარ ყავს. არა, არც დაავადება არ მაქვს, არც ეგეთი ადამიანები არ მყავს გვერდში. მოდი ახლა ვისაუბროთ, რაც ყველას აინტერესებს ხოლმე, შენი პირადი ცხოვრება. ყველაზე გამორჩეული სიყვარული. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი დაიღუპა ავტოავარიაში. როგორ გადაიტანა? არ გადამიტანია. ეხაც გიყვარს? კი. და ის ქალი ვისგანაც შვილი ყავს? ალბათ უფრო იყო გატაცება, მოწონება და იმიტომაც იყო ჩვენ ვერ შევთანხმდით ამას და ამიტომაც არის შვილზე ახლა ბრძოლა. არასოდეს არ მინახავს ჩემი შვილი. რატო? ანუ სცადე და არ მიგიშვეს? სცადე, არ მიმიშვეს, დამალეს, გადამალეს. მე ბავშვის სახელიც არ ვიცი. მოდი გადავიდეთ ახლა პროექტზე. ვის თვლის შენს მთავარ კონკურენტად? გონია რომ ხარ შენ. ვინ იქნება განსხვავებული და გამორჩეული მონაწილე? ვინ იქნება ფინალში შენი აზრით? ან მე და შენ ვიდგეთ ფინალში, ან მე და ანი. შენი აზრით პროექტში შენი თავი ბოლომდე კარგად წარმოაჩინე? კარგი კუთხით? ხო. არა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გამეორდები, ბევრ რაღაცაში არასწორად ემოციას ავყევი და გეთახმები. საერთოდ სხვადასხვა ადამიანი დავინახე უცბად, ანუ ისეთი გიორგი ნაზღაიძე, როგორცაც გარეთ ვიცნობდი პროექტამდე, ანუ საერთოდ სხვა იყავი. როდესაც მონაწილეების უმრავლესობა გიპირისპირდება, ამან დამაბრუნა იმ ბავშვობაში, როდესაც ყველამ მყრა ხელი. და ეს იყო ჩემი თავდაცვითი შეიძლება ნაბიჯი, მე რო გარეთ ყოფილიყავი. მე საერთოდ განა კონფლიქტი მექნებოდა, მე მსგავს ადამიანთან, აი ვიღაცას კომუნიკაცია არ მექნებოდა კომუნიკაცია. და გვაინტერესებს შენი ერთი სურვილი, აი რაც გინდა. ჩემ შეყვარებულს გავაცოცხლებდი. იმ ავტოავარიას, ავტოკატასტროფას ავარიდებდი. შეიძლება ვიღაცამ თქვას ეხა შვილი. შვილის დაბრუნება ყოველთვის შევძლებ. იმ ადამიანს ვერ. ძალიან საინტერესო იყო.
ძალიან დიდი მადლობა. მოვჭით ხო? თქვი რომ მე რაღაც მომენტში ჩემზე უკეთესად წაიყვანე ეს გადაცემა. წასვლის დროა, უნდა ჩავიდე ეზოში და დაველოდო რამე ნიშანს, სად მივდივართ, რას ვაკეთებთ, რისთვის გამოვიბრანჩე. ავედით გქონდათ. მე ვარ კახი მახარაძე, სოციალურ ქსელებში მიცნობი როგორც უბაგა. ეხლა 10 უკვე სალომეს საქმე. ეს კიდე თავარი პერსონაჟი ვიკიტა. ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ ბევრი სიურპრიზი იყო უკვე ჩემთვის ამ პროექტში. და ამჯერად უკვე რასთან გვაქვს საქმე, არ ვიცი, მართლა ვერ ხვდები. შეგაჩენი სიურპრიზი? კი, და დღეს მივიდეთ რომანტიკულ საღამოზე რესტორანში. ანუ სიურპრიზ რო ეხება საქმე, ვინ არის მთავარი გმირი? დავით. პატრიკ, ხო, საჭმელი რა გავაკეთო? რა ვიცი, სალომემ წამოიღოს რამე რომანტეულება. ჩააწყობინოს რა. რასასან შეჭამი წამოიღო. ბიოსე ჩარტეს, წამოვიცეპოთ. Motivation, hey, you foundation, hey. You foundation, hey. აი რაღაცი. აი ეგეთი. თუძებში ამაღლებული დღასალავერდის. სალომე წავიდა, თეომ და ანიმ დაიწყეს ცეკვა. ცეცხლოვანი ტანგო. ოი. აი ხა ჩადიყვე? მოდი. რაცების ადი? ტაში გმიდი, ტაში ქალებო. კაია. მეტი მხურვალება, ემოცია. ემოცია, ერთმანეთთან კონტაქტს კარგავთ. ერთმანეთი დაკარგეთ. ერთმანეთი არ დაკარგოთ. კონდეთ მზერითი კონტაქტი, მიდით. არკედზე ცეცხლი და ანთესო ისეთი ამბები ხდებოდა. ჩა-ჩა-ჩა, რუმბა, პასადოღლე, ტანგო, ველური ვალსი, ყველაფრისნაირთი იყო კონტემპორარი. გადადი. ვაუ! ეს იყო დაუვიწყარი. სალომე ალბათ ამას რომ უყურებს, პიცაში ყველთან ერთად ტრიალებს. გითხრა ჩემი სიმარტოვე მერემოვა. ყველა ღიმილში მოვა. და სიმძიმილში მოვა და მიდი. ერთი, ორი, მიდი. აი ეგ არის ხო? არ ვიცი, ანის და თეოს შორის რა ხდება, მაგრამ ის ვიცი, რაღაც ქიმია ხდება, მაგრამ რა ჩემი საქმეა? რა მახსენდება? ჰეი, ტაში. ის დრები მაგდაუნდება. გეპერები მე არ ვინდა და შეიძლება მე ვიგრა, ტაში.
მგონია რომ ურთიერთობები პროექტში რაღა დოზი დაალაგდა, მაგრამ მგონია რომ ეს ყოველივე არის მოჩვენებითი და მაინც ყველა ერთმანეთის კონკურენტია და ყველას სურს რომ ვიღაცა წავიდეს მის მაგივრად სახლში. თეო და მე ვცეკვავდით. მაგარი იყო. გაფრიალა თეომ თავის ხუჭუჭკაცმები. გამეცვაფრიალე ჩემი დალალები. ან შენ თავს ელაპარაკები? არა, ბიჭო. აბა? ჩემს ძმაკაცებს ველაპარაკები და ჩემს დაქალებს. აი, ნუ დაღალე, ერთი ავტომ დაღალა მაკამერებთან, ხალხი და ერთი შე. ეგ არ მუშაობს რეიტინგით, ანა. ეგ რომ მუშაობდეს, კამერებს არ მოშორდებოდი. ანა. ნებარლან. ჩამოდი მეთქი, ჩამოდი. მივდივარ ახლა მე და წამოდით იქ წავიდეთ, ხო? ხო, დაელაპარაკე და ისე ჩამოდი. ხო, ეგ სხვა კამერაა, ხო? ჩამაგვირგვინასნება. აქ ვარ მე თქვენთან. დღეს მიიღე წამალი. ექიმი არ შემოსულა. ისე როგორ უნდა იცხოვრო ამ სახლის გარშე ანა მე რომ მორჩება ყველაფერი. მგონია რომ ცოტა გამიჭირდება. იმიტომ რომ შეჩვეული ვარ თქო ვიძახი. ეგეთი ოთახი რო გაიკეთო ზუსტად სახში რემონტი რო გააკეთო ერთ ოთახში და თვითონ რეალისტი ხარ. ტრუხა კამერები რო დააყენო. ბიჭო თქვენ მევასებით და რაღაც თემები რო იჩდება თორე. აი ეს თემა მევასება. მაგარია. ფეხი ფეხზე გადადებული ცხოვრება. მე საერთოდ არ ვიძახი რომ ის რო ეს ამბები მომენატრება. ესეთი ცივი გულა როგორ ხარ? მე უყურებ ამას როგორც პროექტი, რომელიც უნდა დამთავრდეს, რაღაც დასაწყისი აქვს და რაღაც დასასრული. რას ვფიქრობ მესამე და ვარ აუცილებელი. უკვე მეცინება. რა მნიშვნელობა ამ შაბათსაც რო გადარჩა. შემდეგ შაბათს კიდე აუთსაიდერებში ხარ. კიდე აუთსაიდერებში. არ ვიცი, აი ამ შაბათს სამი გოგო ხარ, ძალიან რთულია რა, მართლა ძალიან რთულია ხალხისთვისაც, თვითონ ჟიურისთვისაც. არ იციან რა როგორ იქნება, მაგრამ აი რაღაცნაირად მჯერა იმის, რომ ხმის ლიდერი გახდები. ძალიან ცუდად შემომიწევა და ბევრი. კონკრეტულად? მაგალითად ის, რომ მემაბრალება რატომღაც თეო და ავთო ერთმანეთს მე შევახვედრე ვითომ და მე გადავუღე ფოტოები და იქ არ ვიყავი. ძალიან ბევრი გამოხმაურება აქვს ამ ამბავს. თეო რატო არ ლაპარაკობს საერთოდ მაგ თემასთან დაკავშირებით? არ ვიცი, როდესაც იცის, რომ ესეთი რაღაც ხდება. ეგ ყველაზე მეტად მწყენს, იმიტომ რომ როცა იკითხებიან, რომ რა ხდება და მართლა ინტერესებს ხალხს, ანუ ესე იგი, რადგან ბევრი კითხვა, ესე იგი პასუხები ჭირდება ხო რაღაცაა და როცა იკითხებიან, რომ აი რეალურად რა ხდება, არ პასუხობს, არ ვლაპარაკობ ამ თემაზე, არ პასუხობ და მე რო არ პასუხობს, მე უკვე ეს ადამიანები თავის ვარაუდებით რაღაც თემებს თვითონვე განიხილავენ. თეო უნდა თქვას თავის სათქმელი, იმიტომ რომ შენ გამოდიხარ ცუდად ხდები, შენზე აი ერთი სიტყვით აი შენზე ხდება ჯოხი. პლუს ის რომ ანისგან მივიღე ძალიან ისეთი ვარაუდი, რომ მე გავხდები ხმების ლიდერია, თეოს იური გადაარჩენსა და სალომე ნახლერმ აქედანა და აი რეალურად პროექტის განმავლობაში მართლა გულწრფელად გავუდებდი გვერდში, ვისაც ჭირდებოდა ჩემი დახმარება. და ეხლა ველოდები თეოსგან ყველაზე მეტად გვერდში დგომას. აი ამ კონკრეტულ საკითხში. გმირი ხარ, მართლა გმირი ხარ. იმ ყველაფერს რასაც ებრძვით, რესპექტი, მე აი თითოეულ მოთამაშეს ოჩახ. ხოდა პრიზი არის ბინაო. ეხა ახალი ცხოვრებაო. რაღაცაო, ერთად ცხოვრებაო და ცუდი შანსი არ არის. ცუდი შანსი. ხო იცი რომ მაქსიმუმს ჩავდებ და მაქსიმუმს. და მე მოვალ და ვიტყვი, აი ეს არის ჩემი ნერვების ფასად. ჩემი ოფლის ფასად. აი ეს შეძენილი ბინა. ხო იცი რომ მაქსიმუმს გავაკეთებ. ხა და ეგ мотиваცია მაქვს ხა რომ ნუ ყველაფერი კაი მიზნები ისინი, მაგრამ ბოლოში ბინა. всё, ეხლა რეიდან უკვე ოჯახში შემოვტანიში. всё, სახლიო. ძალიან დიდი იმედი მაქვს შაბათს ზონ ვართ აი სრულ სერიოზულად. აი აქამდე ხომ თავდაჯერებული ვიყავი და რაღაც, მაგრამ
ვიცი რომ აი ამ შაბათს რაღაცა სწავლი მოხდება. აი რო გამოვა მე რაღაც რო გამოხვალ მე რაში პირველ რიგში მიდევართ ბათუმში აუცილებლად კაი ცოტა ხნით ოკეი დავისვენეთ მე შემდეგ გავუფრინდებით ბარსელონაში როგორც გინდა გავუფრინდებით ჩამოვფრინდით შემდეგ ახლა შენ რო გინდოდა ეს ან ბათუმში ან სადმე სანაპიროზე შენ როგორც გინდა მან დავიწერე ჯვარი აჰა მან იქნება ეს შენ როგორც გიყვარს აი მე თუ კიდე ხასიათზე იქნები კაი ქორწილიც კაი ქორწილი რა აი ქორწილი აი და ჯერ რამე ორიგინალური გიტარა მოვიქცე სამჭირდება და ახლა ყველაზე მეტად გამხდება. კაი იდეა იყო რომ გამომეყვა. თავარია შენი ხო კარგად ხო? მინდა სუპერნიერა და იგროვები და სულ. აი ეს რა. ამას რა ჭირს? ой მე იდეა სიყვარულო. ой მე ყველაზე მეტად რომ უკაცრავად. ეს ყველაფერზე სამემიოა. აი სულობებით დატოვა, ხოც ყველაზე ამაღივარ მე შენით სულ მეამატებოდი და სულ აი ახლა ამ პროექტშიც უფრო ათმაგად მეამატები, ოღონ მართლა ძალიან მიყვარდა. მაგრამ არ დავტოვე პროექტს. წავედი როგორ დაგაბრუნდა სახლში. ძალიან გაგიხდა, წავედი. არა. როგორ წავედი? ძადვარ. ბავშვებო, სალომე მოვიდა. როგორ ხარ? სალომე დღეს რაღაცნაირი გამშვენებული იყო. თითქოს რაღაცნაირად ბედნიერად გრძნობდა თავს. სალომე, მინდა გითხრა, რომ შენ შეუღლება ძალიან შეგშვენის. ანუ კარგად ხარ. საათი ხარ, მოკლედ. რომანტიკულ საღამოზე. აი, გითხარი? ეგრევე იგრძნობა. იმიტომ რომ სუჟევჭამე. შეგიძლია დაგიტოვეთ პატრიკის გაკეთებული პასტა. მოყევი ხე, კარგი იყო, რა გააკეთეთ, სად იღლაბუცეთ. ძალიან ბედნიერი ხარ, ხო? გავმხნევდი და მოვედი. ცეკვა გართობა გულაობა? არა, ძალიან ისეთი მოგრძალებული, კაი საღამო იყო. გუშინ მთხოვე თეოს, რომ გაენეიტრალებინა სიტუაცია, ის ნეგატივი, რაც ჩემს მიმართ მოდიოდა ამ დღეების მანძილზე. ტელეფონები მოვიდა. სურპრაიზ! პატრიკ! სურპრაიზ! ალელუია! მოგვიტანეს ტელეფონები და ველოდები, როდის ჩართავს თეო დაპირებულ ლაივს, რომ რეალურად ახსნას, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ. იმ თემასთან რომ თეო და ავთო ერთმანეთს შეხვდნენ. ველოდები ჩემი მეგობრისგან მინიმალურ მხარდაჭერას, მაგრამ ეს მხარდაჭერა რატომღაც ვერ მივიღე. ჩვენი ვიდეო ძალიან გაბაზებნა. რომელი? აქ რა ვამბობთ? ხო. მე რატო ვიჩხრება ყოველთვის? სხვის იმებში ვერ ვხვდები. რაში გაიჩხრი? ვარაში გავიჩხრი, რას მოპრობლემა ვერ ხედავ. რას? შენში ახვედრეო, თეო და ავთო. და შენ გადაუღე ჩუმადო ფოტო. იმაგაზე ვაპარაკე თეოს? აზრი არ აქვს. გადის დრო, მაგრამ თეო არ თავს ლაივს. ერთი ელემენტარული მიზეზით, რომ უბრალოდ ახსნას რეალურად როგორ იყო და მე ამ დროს იძულებული ვარ, რომ ავიდე თეოსთან და ვაჩვენო ის კომენტარების კორიანტელი, სადაც ბრალს ვდებენ იმაში, რომ მე იძულებით წავიყვანე თეო, შევახვედრე იძულებით ავთოს, იძულებით გადავუღე ფოტო და ეს ყველაფერი ვითომ ჩავიდინე მე. აი ნახე რაზე გეუბნები. აი სხვა მაღლა წაიკითხე კომენტარი. ეს ერთია, რასაც ხედავ.
ესეთი რამდენია, იცი? ახლა ლაივს ჩავთავ. აი, პროსტა რატო, თორე, ოკეი. აი, რატო? მესმის. აი, მე მართლა რა შუაში ვარ, თორე კი, აი გამოგონილი რაღაცა სისულანეა, რომელიც აი იმენა ვირუსულად გავრცელდა და აი პროსტა არ ვიცი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე შევახსენე თეოს და ალბათ იძულებით რაღაც ქმედებაში ჩამithვლიან ამასაც, რომ ჩაერთო ლაივი. შემოდით მეგობრებო, მეც მეყვარხართ. რა ლამაზი ხარო, ვაიმე, მადლობა. მეგობრებო, მოკლედ რაღაც მინდა რომ გითხრათ. ესე იგი ძალიან ბევრს გონია რომ რა ქვია სალომე და დანარჩენებმა ესე ვთქვათ გააჩალჩეს ის რაღაც ვიდეოები და ასე შემდეგ. უბრალოდ დამიჯერეთ, ეგ არ იყო, მით უმეტეს სალომე არ არის ესეთი ადამიანი, რომ მსგავსი რაღაც გააკეთოს და მსგავსი კომენტარებისგან რასაც წერთ არ არის სწორი რა. მე ავთო ისედაც უნდა მენახა და ისედაც უნდა გველაპარაკა, ანუ დღეს იქნებოდა, ხვალ იქნებოდა, მაგ დღეს იქნებოდა თუ როცა იქნებოდა, იყო რაღაც წვრილმანები ჩვენ შორის გასარკვევი, რაც უნდა გაგვერკვია. არასწორია, როდესაც ადამიანს რაღაცაში ადანაშაულებთ, მით უმეტეს როცა არაფერ შუაში არ არის. კარგის მეტი ჩვენთვის არ, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანს არ გაუკეთებია და უბრალოდ გთხოვთ, რომ ანუ სწორად გაიგოთ ეს სიტუაცია. სხვა ადამიანის გამო მე მოვყევი შუაში და რატომღაც ჩემს მიმართ წამოვიდა აგრესია, ну როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. შემთხვევითი იყო, ძალითი იყო, სპეციალურად იყო, არ იყო, ანუ შემთხვევითი იყო. რეალურად მართლა შემთხვევითი იყო და მე და ავთო ისედაც შევხვდებოდით ერთმანეთს, იმიტომ რომ მართლა იყო კითხვის ნიშნები, რაც უნდა გაგვერკვია. ორჩა და დამთავრდა. ის რაც თეომ ლაივში ისაუბრა, ჩემთვის გაუგებარი იყო, შესაბამისად ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვისაც გაუგებარი იქნებოდა. შენი ველაპარაკში იჭრები ჩამოაყალიბე შენი აზრი სწორად და გასაგებად რა ვთქვი, ან გაუგებარი ძალიან მაინტერესებს. ლაივში ყველაფერი ვთქვი, რაც უნდა მეთქვა. ხალხმაც სწორად გაიგო. ჩემი აზრით ზედმეტად ბევრს ითმენ ტეტა და რატოო? ვითმენ იმიტომ, რომ მე რო აქ დავიწყო ისე მოქცევა, როგორც დანარჩენები იქცევიან, დამიჯერეთ რატო ითიშება თავისით ლაივი? ну რა ვქნა, აღარ ვაპირებ ვთხოვო ლაივში გასვლა. დავტოვოთ ისე როგორც არის. ხა ჩემ რძალმა მითხრა. მთელი ამბები ატეხილი. იმიტომ რომ მან სხვა რაღაცა ორივე უნდა ლიდერობა, იქითაც და აქეთაც. სანამ მე სახლში არ ვიყავი, ამასობაში ძალიან დაახლოვდნენ სახლში მყოფი მონაწილეები და ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ. მაგ დროს ორ ადამიანს უჭირავს ერთმანეთი და ფურინავ. ხო, მაგრამ მაინც ერთი კითხვა მაქვს პასუხგაუცემელი, როგორ გადმოითარგმნება ქართულ ენაზე ქართულად ნახლა რომ ჯანდაბაშიც წასულას მსგავსი სიტყვა არა, უბრალოდ მაგას არ ხმარობ და ნახლა რომ ხმარობ. ნახლა რომ ჩემი აზრით ალბათ ნახვამდის უფრო ნიშნავს. ნახლერელ რომ ნიშნავს მიბრძანებას. მე მგონი შაბათს გავაკეთე. ამ კვირაში იყო სიმშვიდე, ოდარდი, კამათი. სიყვარულიც იყო, გართობაც იყო. იყო ჩემი ფოტოსესია, რომელსაც დიდი ხანია გეკმოდი და წარმატებით შევასრულე ვფიქრობ. საბოლოო ჯამში ნუ კი დააგვირგვინა გრანდიოზულად, იმიტომ რომ გაგვიტაცა სახლიდან. ვანახა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები. ბევრი ალკოჰოლი მივიღე. ზედმეტი მივიღე. და როგორი ბოსიც ამ კვირაში იყო, ანუ მე ისეთი აურა ტრიალებდა სახლში მეგობრებო. ნარი და არაკონფლიქტური კვირა იყო ეს კვირა დანარჩენ კვირებს შორის.
ნუ აი ეს არის უკვე ჩემი ბოსობის მესამე კვირა და თქვენ მეოთხე წარმოგიდგენით. მეოთხეს აქ წაბა დალოყვა როგორ მიყარხარ გიჟდები ჩემს ცოცხლებს და საერთოდ აქ მოხდება სიყვარულის აფეთქება. შევიკრიბეთ ჩემი ოთახის ტერასაზე. მხიარულობთ და ვართ შაბათის მოლოდინში. აშუგაბუ ამლევიდენ ავანჯუე I'm running again. ხვალინდე live შევადარებდი ვარსკვლავურობებს. სამი ვარსკვლავით მოცემ გოგონა ერთმანეთს აუთსაიდერების სკამზე ხვდებიან. ნერვიულობ. წარმოდგენა არ მაქვს რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ იმედია ისე არ მოხდება. სალომე ნახლებენ თუ რა. როგორი დაძაბული თამაში იქნება. ვინ გახდება ხალხის რჩეული? ვის გადაარჩენს ჟიური და ვინ წავა თბილ სახლში? თუ გინდა ორივე წავიდეს. მაგრამ მე მინდა რომ დავრჩი. ამას გავიგებთ როდის? 10 საათზე. რუსთავის ეთერში შაბათს. ძალიან დიდი რეიტინგი დაიწერება და მგონია ის რომ მოიხსნება ჩემი რეკორდი. Baby I can see your hello. No you must say great. Everything you need more. Na 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 hello. Na 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 na. Na 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 na. როდის გათენდება როდის? ვაი ვეღარ ვითვენ ვეღარ. სასტრაფოდ გათენდეს უნდა. ვაი ვაი ვაი. ვერ დამყვები ხო ხედავ ნერვიულობა. ბეშვები ანა. იშვები. შეშვები. ეს რატო ხრეგი ჩაგრიზულე? არა. ხო და რა ვიცი ცოტა რაღაცა თქვი ქალო რა ენერგიაზე ვარ ყოფილი.